მოგესალმებით მეგობრო, გამარჯობა აგერ ურით საბაჭოვარ და ძალიან მაგარი ქალით აბატი არის ვესტმინსტერის აბატო, გინდა გრიგოლი იყოს აბატი. ბატონო? აბატი რო იყოს. ხო. კი ბატონო, გაუჩნდა აბატის გინდა გრიგოლიას ჭერმეტყველება. მოსავალი რაშია რევოლუცია ვერ ხერხდება მე სხვა შორის მე არ ვარ რევოლუციის მოწინააღმდეგე თუ ეს არის ხალხის გადაწყვეტილება ხო მოდი ისე ვთქვა გავაჩეროთ ეს არ არის მოწინააღმდეგე ანუ მთელი პარადოქსულობა არის იმაზე რომ ფსკერი ადამიანი რომელსაც საერთოდ საკუთარ ტელევიზიაშიც კი არ აქვს არაფერზე გავლენა ადამიანი რომელიც გახუნდა რომელიც დაძველდა მორალურად დაძველდა არის მაგალითად ძალიან შეიძლება მომუშავე კარგი გერმანული სტანოკები რომელიც 1930 წელს შეიქმნა ჯერ კიდევ მუშაობს მაგრამ დაძველდა მორალურად მორალურად დაძველებული ტელესტანოკი ასეთ რაღაცებს ამბობს რას ნიშნავს მე არა ვარ წინააღმდეგე ეს მეც არა ვარ წინააღმდეგე რომ მთვარეზე აღმოჩნდე მაგრამ აღმოჩნდები ხა მთვარეზე უმალ მე აღმოჩნდები მთვარეზე ვიდრე რევოლუცია მოხდება ამის ნებართვით. ბაჭო შენ რაღაცას ამბობ გადაცემაში შემოსვლის წინ ხო? რაღაც პოსტზე ყვებოდი და. დიმან ხო ნანუკა ჟორჟოლიანმა რო დაგიწუნა შენ განათლება. ეგ მართალია, იცი რატო? იმენა მდინარე აღმასვლა დაიწყეს. არა, ჩვენ ქონდა დისპუტი ქონდა. გნოსეოლოგიაში, აზიურ გნოსეოლოგიაში და მე არ ვიცი ისე კარგად ეს საგანი როგორც ნანული და შესაბამისად რამოდენიმე პუნქტში იდეალისტები და ემპირისტები რო ერთმანეთს ეგრე არა გნოსეოლოგიური დიდი თემა იყო და სხვათა შორის ციტირებაც მეტი ქონდა ავტორების მე ეგ იცი რატო იმიტომ 80 ავტორი ციტირდა მან 126 და სხვა შორის ციტირების ინდექსი მას მეტი აქვს გაცილებით ეხლა მოდი პიტა როგორ შეიძლება ორი ადამიანის განათლების შედარება ციტირების ინდექსი წაკითხული წიგნების რაოდენობა სამი წიგნი აქვს წაკითხული, ხო? გავლენა საზოგადოებრივ აზრზე. გავლენა საზოგადოებრივ აზრზე. სამეცნიერო ნაშრომები. ხო და რა მოხდა რეალურად თქვათ ახლა? მე არ ვიცი, არ მინახავს ეგ სტატუსი. არა რაღაცა ამან იმას ხნა. მიაფიჩინა ისე. ეგ ვიდეო ნახე. ის ახობაძე ერთხელ ხო მიიჟეჭა კარგად. ხო და ეთყობა დააკლდა და სადმე თუ შევხვდები მიგტყიპავ კარგად ეგ. არა, ეგ სუსაცემია. თებზე იყურები? არა, ეგ სუსაცემია ეგ ტიპი. მე მგონი ისეთი სახია ბრუტალური, რომ აქეთ აქცემოს. ვიცი, აქეთ აქცემოს. ბრუტალური სახის ნაკვთები აქვს. არა, ეხა ის წინარე თუ ნახა და მყუდარი და განადგურებული. და ტირალი წყლის საპირსა, იბათ. ინგას ინტელექტუალიზმზე შეგვიძლია ვიდეო ჩავაგდო ძალიან მაგარი ინგას ინტელექტუალიზმზე. რა გვაქვს? აი ნაღდი ინტელექტუალური მსჯელობა. ხო, ეხლა იხილავთ მაგას. ეს მოეწონება ნანუკას. ნანუკას? ეს მოწონს. წავიდა. 50000 კაცი მაინც იქნება, 51 იქნებოდა, მე უბრალოდ ეთერი მაქვს 26-ში თორე. ანუ 51000 კაცი გონია რომ 50 და 1. ან მე ეთერი მაქვს რომ 51000 იქნებოდითო. მარ მე 50001 ვერც გავიაზრე. 50001 კი არა, 1000 კაციანი. ანუ ვერც გავიაზრე. მეთქი არის პრობლემა. გეტყვი რა არის? აუ, მარტა გენიოზი ხარ. ბაჩო. არა, მე მივხვდი. ბაჩო, შენ გაუნათლებელი. შენ გაუნათლებელი. როგორ ვერ მივხვდი პროფეტი ქალის გენიალური ალუზია, გეყოჩახი და გეტყვით ახლა. კემბელის ისეთი ლიკნი გიროი ხო გაგსაკითხული. ისეთი ლიკნი გიროი ხო? 1000 სახოვანი გმირი. ეს არის ცნობილი ამერიკელი ფილოსოფოსის უცნობილესი წიგნი. და ამიტომ ამ წიგნის პერსონაჟად აი ესე ჭკვიანურად გასა მითოლოგია შექმნა. მე 1000 ნიშნავ. არის როგორც ვოლტ ვიტმენი ამბობდა რომ მე შევიცავ სიმრავლეებსო, ეგრე არის ინგა. ის ლიკი გიროი. ისე ბაჩოს მართლა რა ტრაგედია და რა
წევლა აქვს 90-იანების ჟურნალისტიკას. აი რა წევლა აქვს ესეთი, რომ ჟურნალისტიკას აწევდა, მოდი ეს 90-იანი. არა მარტო. ბიჭო, ნუ რაღაცა ეხა ვიღაცა ისინი ხო ჟურნალისტები არა, რატო პოდკასტერები ისინი სოციმედიაზე 2000-იანებიც იგივეა 90-იანები. ხო, მაგას ამათ, აი ტელევიზიის, აი დამოუკიდებელი საქართველოს იმაში, რომ ტელევიზიის ტიპები არიან, რა წევლა აქვს გაუნათლებული. მაქვს. ჯესეთი ესენი უფრო მეტად არიან განათლებული ეხლანდელ საერთოდ დებილებზე, ესე ავიღოთ. ეხა ვიზე მაგალი. თანამედროვე აი ისინი რატო ხა ამათ დები რო არიან დები ჩხაჯაიები ეგენიც ეს კლასტერი არა სადექს კლასტერი მაგრამ რატო 90-იან წლებში არ იყო არაფერი გასართობი ინტერნეტი არ იყო არაფერი და ესენი იყვნენ ზე პოპულარული ეგ რა თქმა უნდა და ახსოვთ ის ნაშთი ძველი დიდებისა ახსოვთ ესენი არიან ნაშთი ძველი ეგრეთ წოდებული დიდებისა მე ადამიანები განვითარდნენ წაიკითხეს საიტები სხვადასხვა განათლდნენ და მორჩა დამთავრდა. ხო, საიტები წაიკითხეს, კი ბატონო. მოდი გავუშვათ გვარამი. არა მაინც მაგრამ 51. და ის რომ ვიღაცა იძულებული გახდა ეს იგივე გაეკეთებია, ეს არ არის ჩემი პრობლემა. და ამას გარდა იჯდე ეთერში და ბლატაობდე უკაცრავად ამ სიტყვას. აბა უსმენთ კარგად პარლამენტში არ შევედი და ხალხს გავყევი ბოლომდე, მაგრამ ეთერებს შორის ესე ვთქვა, სარეკლამო ჭრებში იმას ეუბნებოდი წამყვანს რომ გვარამია დამპალის ბრალია ეს და 40 მილიონი აიღო თუ 170 მილიარდი თუ რაღაცა ბიძინას გაუგზავნა და ბევრზე, რომლებსაც უნახავთ ამ დღეებში და უკვე ვხედავთ, რომ ხელახლა იწყებს ლაპარაკს არჩევნებთან დაკავშირებით. ვიზი არის ლაპარაკი. ვინ ბლატაოს, სად ბლატაოს, რას ბლატაოს? აი სარეკლამო ჭრებში მაგ უკავს თავზე. რომ ამანუ ფული აიღო ოპოზიციონერებიო, რომელიც ახლა გამოჩნდა. გამოიცა. აიღო ეგ ფული. გავიგე, მაგრამ ვიზე ლაპარაკობს გადაკვირით. ლელო აპრაზნებზე? ხო. ანადოლიძე აპრაზნებზე? დიახ. ვინ კიდე შეიძლება? ხო და ვიზე თქვი? არ ვიცი, მე არ ვიცი, არ ვიცი. მარჩიელობთ. მარჩიელობთ, აი გამოდის და ადამიანი ამბობს. რომ ბევრია ისეთიო, რომელიც სარეკლამო პაუზებშიო, მეო მაგ უკავს თავზეო და იზახის რომ გვარამია დამპალის ბრალია ეს სიტუაცია რო არის, იმიტომ რომ მიშასგან აქ აღებული ფული. ნუ ჩვენ არ ვართ ეგ. მე ჩვენ არ დავდივართ. ჩვენ ვეძახით ქათამს. მაგას არ ვიძახით. არა, შენ სწორი მართულებით ხო, არა, დედუქციის მეთოდი რაც ხადია. თავარი არ დავდივართ ოპოზიციურ არხებში. ჩვენ არ ვართ. ოპოზიციონერებიც არ ვართ. კი ბატონო. არის თუ არა ეს ნაცების ამბავი. მე მგონი კი. გირჩის ამბავი ხო არ არის? არ არის, მართლა არ არის, ვაფშე ვერ ხვდები. კი ბატონო, ნაცების ამბავი მგონია მაინც. მიშა, რომელიც გაავებული არის ამაზე. კარგი, ეს დავტოვოთ behind და გავუშვათ დევი. ნეტა თამადავენ იყო. აი შენ წარმოგიდგენდი მაგ კონცერტში მეუბნებო მოკრძალებით თქვენს მიმართ, ყველას მიმართ, მაგრამ აი აქ ვიქნებოდი თამადა რა. მე არა ვარ წული თამადა, მე სამეგრელოში 1200 კაციან ქორწილის თამადა ვიყავ და რა ხდება? არ დამიხევია უკან 1200 მეგრელის თამადობა არ არის ხუმრობას. ან დიდგან მადლობთ, უკან მოემზადეთ, კარგად დახვეწეთ თითები და ესე დააჭრეთ. რაზე გეცინებთ, მეც გამაცინე. ცაკა. რა ეს ორივე სხვადასხვა? არა. რამე? მეთქი ორივე ერთი და იგივე და რა? არა რაღაცები. ორივე ერთი და ის არ ითქმის ეთერში. გეტყვი მე ეთერში. სასაცილია? ძა. ვერ გაუშვით, ხო? აი კალი. არა, ხო, მოდის. აი, მაშინ ნუტრიაკი ჩვენთვის შევინახოთ მეგობრებო. არა, ეთერში არა, რა თქმა უნდა, ხო, არა. ნუტრიაკი შევინახოთ ჩვენ. თეონა ბაგდავად. დაიონ. მოვიდა შენ. მოდი დაიონ. ძალიან ხშირად ვავლევთ ხოლმე პარალელს, როდესაც რაღაც საბჭოთა კავშირის რეპრესიული პერიოდებიდან, ოღონდ ჩემს აქ მნიშვნელოვანია პოლარიზაციის ნაწილი, იმიტომ რომ მე ვხედავ, მე თვითონაც ხშირად ვარ ამის გამღვივებელი, იმიტომ რომ მიჭირს იმ ადამიანების გაგება, მოსმენა და ძალიან აგრესიულიც შეიძლება გამოდიოდეს რაღაც მომენტში ჩემი კომუნიკაცია. ვაიმე. ბოდის ხდის? არ ვიცი რა უნდა ვერ გავიგე. არა, მეო ვერ ვიტანო ხოცებსო, ანუ რუსეთუმეებს. გავიგეთ. ხალი, რომელიც მუშაობდა, შენ ვინც გიყვარს იმის. მოდი დავიწყოთ იქიდან, რაც შეეხება რუსეთუმეობას. ვალდბერიში რო მუშაობდა ხალი. ვალდბერიში, რუსულ კომპანიაში,
ეგ არ არის რუსეთო. ხო, რუსის ფულის აღება, რაც არ არის უჩვეულო, ხო, იმათთვის. ლაკასთვის თუ ამან სათუმ არა, ხო. სახელმწიფო ფული და მგიმოში ორჯერ სწავლა არ არის მეობა რა პრობლემაა. მე მგონი უკომენტაროთ შეგვიძლია დავწეროთ. ირაკლი ფავლენიშვილი, გაუშვით შეიძლება ლევან ხაბეიშვილზე სხვათა შორის ძალიან თბილ სიტყვებს ამბობს. მაგრამ სანამ მე მაინც მაინტერესებს მარკ ტვეინი და ჰიტლერი რო აგერევა ერთმანეთში და ბოსხი და ბორხესი, აი მაგაზე პასუხი. მაგ არ დაადასტურებს. მაგაზე პასუხი. ბოსხი და ბორხესი არ დაადასტურებს. ნუ ახლა რაც ჩვენ თვალით გვაქვს ნანახი ნუ დაადასტურებს თვითონ, მაგრამ არა, ეგ არის ვიდეო არ არის. ო, ვიდეო არ არის. არის Facebook სტატუსი იყო მაგრამ. სტატუსი. ვიდეო ხო არის, სადაც მარკ ტვეინი და ჰიტლერი ეშლება ერთმანეთში. ჰიტლერი კი არა, ჰებელსი. სხვა შორს მან დასთა სხვადასხვა. მაგრამ ერთი მეორეს არ ჯობია. კი ბატონო. მოდი ესე ვქო. პირდაპირ ირაკლი ფავლენიშვილი. ხო, მიულოცავ ადამიანს, რომელიც არის ნამდვილად სახალხო პოლიტიკოსი, მე მისი დაბადების დღე რო არის, ისედაც ვამბობდი ხოლმე და მით უმეტეს მისი დაბადების დღე და პატიურობაში ვარ, მან ნამდვილად მინდა შევასრულო თემას. ქართულ პოლიტიკაში ამდენიმე წელია ვარ, მამოჩემის პოლიტიკაში, ამიტომ მეტნაკლებად ვერს ვიცნობ ქართულ პოლიტიკაში მიცემ და იშვიათად თან რო ამბობენ ხოლმე self-made პოლიტიკოსი თუ ვინმე არის საქართველოში, ნამდვილად არის ლევან ხაბეიშვილი. ესეთი გზა არის ხოლმე, არ ვიცი ხო, დასაბუთო სტანდარტებში დება ხოლმე, რომ ადამიანმა დაიწყო მართლა კოორდინატორობიდან, ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორობიდან და იყო მე შემოგში ამერიკაზე რა ჩააცვა პალტო და ჩაუსვა. ხო და ასევე ირაკლი ფავლენიშვილი თქო გაუშვათ აქებს პატა ბურჯულაძე. ვა. თუნდაც პატა ბურჯულაძე ჩემთვის არის, აი მართლა ყოველ პროცესზე როცა მივდივარ, აი რაღაც ქართველობაზე ვილაპარაკობ ხოლმე ოცნების სამართლზე. თუ ვინმე არის ჩემს თანამედროვეობაში მართლა ამ ქართველობის სიდარბაისლის ღირსების სიმბოლო არის პატა ბურჯულაძე. მისი სიტყვა ხოლმე სასამართლოზე. მოსამართლეც კი და პროკურორიც კი, რომლებიც არის გაავებულები არიან ყველა სხვა სამართლებაში, მასთან მიმართებაში ისინიც კი ხმას ვერ იღებენ ხოლმე. იმდენად დიდი გარდა ბექგრაუნდისა და გარდა ამ სახელისა ღირსება აქვს ამ ადამიანს და ეს ადამიანი რო ციხეშია. მით უმეტეს მისი წვლილი ვიცით არ ამ მხოლოდ არ ხელმოქმედებაში, არამედ თუნდაც ქართულ საეკლესიო რაც დაუდასტურდა გააჩერეთ ის ეხა ეს გაუშვით. რა? ამ პატა ბურჯულაძეს დაუდასტურდა საკითხი, რომ თავის საქონლო ფონდ იავნანადან დასახმარებელ ფულს ჯიბეში აატკატებდა და არა მარტო ეს დავამტკიცეთ ჩვენ. და ჩვენ დავამტკიცეთ შემდეგი რა, რომ ფონდის საქონლო ფონდის მხოლოდ 5 თუ 7% შეიძლება მოხმარდეს თავად ფონდის ეგრე არის ნორმალური. არა, ნახე რა არის ისიც აპრავებდა, რომ მეორის ჭირდებოდაო ხა. დადიოდა ბენტლითი, ხო? ჭირდებოდა. არა, მერსედესი დადიოდა. ნუ მერსედეს ხო, ჭირდებოდა ძვირადღირებული მანქანა, ჭირდებოდა ფუფუნების ნივთები. ეგეც ხო ქვეყნების ნაწილია, რომ უფრო კარგად შეძლოს ქვეყნობა. კი ბატონო. შენ რა ჩასაფრებული ხარ? ცოლი მუშაობდა იქ. ცოლსაც ხო უნდა კარგი მანქანა და ხელფასი. ასევე გავიხსენოთ, რომ ხურდებში იტყუებოდა ჩვენ მე ჩატარებული ექსპერიმენტის სახით, ხურდები არ მიდიოდა რა თქმა უნდა, დანიშნულების ადგილზე და ხურდებს პარავდა, ანუ ადამიანის მიერ გაღებულდა, როგორი ადამიანები მართლა მეტროში. ხო, არა, ესენი მეტროშიც ედგა და იმაში სუპერმარკეტებში, როგორი ადამიანები იყვნენ, რომელსაც ბევრი ფული არ აქვს და ბოლო ლეპტა ქრივის ლეპტა მე ეს ხურდები შეკარე აღმოჩნდა რომ რამოდენიმე ასობით 1000 ლარია ეს ასეულობით თუ არა ხო არა ვერ მოესწრო რა ასევე როგორ მდგომარეობაში ყო ბინებს აძლევდა იმას უპოვარ ადამიანებს ну ვიცი აი სტალინგრადის ომის დეკორაციად რო გამოდგება მახსოვს კი ბატონო და ამ ყველაფრის ერთობლიობით პროკურატურაში აიღო საქმე თაღლითობაზე, მაგრამ დაასო თვითონ ბატონმა პატამ და თაღლითად კი არ შევიდა ციხეში. არა, შევიდა რეული, რაც რა თქმა უნდა თაღლითად. მეტი არა, შევიტერი რეული. უბრალოდ თაღლითობა, რეული. 7 წელი ბევრია, ასაკში ადამიანი და ცოდვა შეიძლება, მაგრამ არ უნდა გამოშტერდე და ხელისუფლებას როცა ოპერის მომღერალი ხარ, ეს იქნებოდა პირველი რევოლუცია, რომელიც მოახდინა ოპერის ბანმა. მეცო-სოპრანოებს მე ვიცი რომ სოპრანოებს ისეთი რევოლუციები მოუხდენიათ, მაგრამ ბანს არ მოუხდენია. ეს იქნება პირველი, ასე ვთქვათ, სოფლიოში ბანის, საოპერო ბანის. ოხ, კაროჩე. აი, ხატია დეკანოიძე.
ძალიან მნიშვნელოვანია ეს მოდეს ჩვენს ქართულ ხალხს, რომელთანაც ჩვენ გასაყოფი არაფერი არ გვაქვს, ხო? ანუ არც იმ ადამიანთან, რომელსაც შეიძლება მე არ მოვწონდე, რომელსაც შეიძლება რაღაცა კონკრეტულად სხვა პოლიტიკური შეხედულება ქონდეს, მაგრამ გასაყოფი კი არ გვაქვს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნამდვილი მშვიდობა დადგება მაშინ, როდესაც ამ ქვეყნის თითოეული ჩვენი მოქალაქის ინტერესი იქნება დაცული, უსაფრთხოება, კეთილდღეობა, სიმდიდრე, ძლიერი ოჯახი, განვითარება. აი, გავაჩეროთ. ეს არის ნაცი თუ აბრუნდა უკან თუ არ დაბრუნდა როგორ იცით მაგას მნიშვნელობა არ აქვს დაბრუნდა თუ არა ნაცები როგორ ლაპარაკებიან სიმდიდრეზე უსაფრთხოებაზე ნაცების უსაფრთხოება გახსოვს არ გახსოვს შეიძლება ისე კარგად ნაცების მიერ წამოწყებული ორი ომი ერთი ცხინვალში ორი ომი იყო მეგობრებო არ დაგავიწყოთ რომ როგორც კი ესენი მოვიდნენ მალევე დაიწყეს ომი სადაც ქართველი ჯარისკაცები დააჩოქეს და მსხვერპლიც იყო და გაჩერდა მე ჟვანიაში მეშვეობით ეს სისულელე გაჩერდა სიგიჟე რა ამის მერე რა ავანტურაში წამოყავით თავი და როგორ დავზარალეთ ნახეთ კეთილდღეობა და სიმდიდრე რაზეც ნადირობდნენ ეს არის და რა თქმა უნდა წამება სისტემაში აყვანილი წამება აი ეგეთი დაუჯერეთ ამას და ეგეთი სიმშვიდე და ეგეთი მშვიდობა გექნებათ რა გია ჯაფარიძე თხოვთ ეს სასურველი იქნებოდა რომ ევროპის პარლამენტს კონდეს უფრო მეტი ძალა და ევროპის პარლამენტის რეზოლუციებს კონდეს უფრო მეტი სიმძიმე ვიდრე აქვს დღეს მაგრამ იმ პირობებშიც რა პირობებშიც დღეს ფუნქციონირებს ევროპის პარლამენტის თუნდაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რეზოლუცია ქმნის ერთგვარ ჩარჩოს რომელ ჩარჩოშიც უნდა იმოძრაოს ევროპის როგორც თავად ამბობს ესენი ჩატებულები მოხდა ისეთი დიდი ბედნიერება გვეწვია რომ ევროპას ჩვენზე ეკონომიკური დიდი გავლენა არ აქვს რა თქმა უნდა აქვს გარკვეული გავლენა მაგრამ ჩვენი ეკონომიკა მთავარი რაც არის და რა თქმა უნდა უსაფრთხოებაც დივერსიფიცირებული ანუ ყველა მიმართულებით ჩრდილოეთით სამხრეთით აღმოსავლეთით და დასავლეთით გვაქვს ეკონომიკური კავშირები და ევროპა არ არის ყველაზე ძლიერი კავშირი ხო ამერიკასთან უფრო ნაკლები გვაქვს რა შესაბამისად როდესაც სოფლიო კრიზისი მძინვარებს ჩვენ შეგვიძლია იმის ხარჯზე რომ აქ ომი არ არის ყველა მხრიდან მოვიზიდოთ რესურსები ვევაჭროთ და ასე შემდეგ შესაძლოა ჩვენ ვართ დამოუკიდებლები შესაბამისად გაცილებით მეტად დამოუკიდებლები ვიდრე ევროპასთან ინტეგრაცია რომელიც აბსურდია მოქცევდა ეხლა თქვათ რა როგორ უნდა მოახდინოს ევროპის პარლამენტმა ჩვენზე ასე თქვათ ზეწოლა აი როგორ მიღებული ხო აქ 12 რეზოლუცია გაცილებით მეტი ვიდრე 12 დაიღო რამე არაფერი ხო და აბა დასაქცირებული ამ ახალ რეზოლუციაში ხო ის უკვე ისიც მოითხოვა რომ იმისი პოზიტივისო პროპაგანდისტებისო უნდა დასაქცირებულიყო ხო ესეც ჩაიწერა ხო პოზიტივი მეგობრებო მინდა დიდი სიხარულით გითხრათ გახსოვს როგორ თვითონ უხაროდათ რომ გაჩერდება გავიდა რა ვისაც ეგ უხაროდა მე მაინტერესებს მათ ვეკითხები რომ ანუ რა ეხა ხო გვიყურებთ ხო და ყველაფერზე პასუხს ეცემა იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ჩვენ არ ყიდულობთ კონტექსტიდან ჩვენ არ გვაქვს კავშირები ჩვენ მუშაობთ საქართველოზე ქართველი ხალხისთვის ა ვიტყოდი მარტივად თქო ქართველი მან ყველაზე მაგარი არის რომ თან რეიტინგი გაიზარდა ბიჭო ჩვენ ძალსახად ეგა ყველაზე მაგარი აბა ბორის ჯონსონმა ჩვენ გადაცემაზე ილაპარაკა ა ბორის ჯონსონმა ჩვენ გადაცემაზე ილაპარაკა აბა რა კაია ბორის ილაპარაკა ბორის ჯონსონმა თუნდაც იქცევა დიდი სიამოვნება ბორჯონსონზე იბაზრა ბორის ჯონსონმა უკრაინაში არიან სიტუაცია ჩვენი ბრალია და იმიტომ ხო ჩვენ ავრიეთ სიტუაცია კარგი მოდი საბა უაძე საბ უაძე თუ როგორც არის რა საბაბუაძე პოლიტიკურ დუღილში და აქ პოლიტიკური დუღილი არ არსებობს ხო და ამიტომ არის პოლიტიკური პროცესის ჩიხში შეყვანა და განადგურება ცუდი იმიტომ რომ მომავალზე და ხედვაზე არ მიდის საუბარი და ეს არის პოლიტიკის აი მოდით თქვენ ხო ხელს არაფერს არ გიშლით ხედვაზე ილაპარაკოთ ძალიან გთხოვთ გითხარით მომავლის ხედვის რა თეზისები წარმოადგენთ რომ აჯობოთ ოცნებას აი რა აზრის ახალ საერთაშორისო უსაფრთხოებაზე თქვენ დღესაც მიდიხართ იმაში რაც სიგნალს გიქადეთ და რაც თითქოს არ არსებობს ეს არის ნატო ხო გარშემო რა ხდება აზერბაიჯანმა აუგრძალა ყველანაირი კონტაქტი საკუთარ ხელისუფლებას ევროსაბჭოსთან ყველანაირი ანუ всё დამთავრებული გამბები დამთავრებულია რა ხო და თქვენ რა ხედვა გაქვთ რა კონცეპტუალური საქართველოს ეკონომიკაზე რა სიძახით რამდენი ხანი არ გამიგია არაფერი რა
და კიდევ ლევან ახაბეიშვილი ხო პირდებოდა 100 მილიარდიან გრანტს. ხო, აი თუნდაც შეიძლება არ მაქვს უსთან ხა, მაგრამ აი ბლომად მაყურს ხო ასახელებდა, რომ ჩვენ ნაცები რომ მოვალთო, იმენა მაგარი გრანტით გავიჩიტებით ეგრევე. ანაკლის მშენებლობა დაიწყო. თქვენ რა აზრის ახართ? აი ანაკლია თუ ჩინეთთან არ ვიმეგობრეთ და რუსული სამხედრო ფლოტები შემოვლენ. გავიგე, გასაგებია. ტუნელი გაიჭრა. ხაზარაძეს რუსეთის ტანკები უნდა შემოვიდნენ. აი დაახლოებით ხო? თქვენ ხო გირჩევნიათ სირცხვილს? ეკონომიკა ხო იზრდება. ბომბები ხო გირჩევნიათ? რუსული შემოძან. ყველაფერი ხო ეგა რუსულია. კაი კი არ არის რუსულია. აი ამ ეგრეთ წოდებული კანი ვესტი რო ჩამოდის ხანო. ხო, კანი ვესტის ჩამოსვლაზე. სტარინგ ჯორჯიას და საკულტურო სამინისტროს კოლაბორაციით მეუხებით და ჩვენი ძმა და მეგობრის ამიკო ჯარეძის თაოსნობით ჩამოდის კანი ვესტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტისტი თეატრალურ სამყაროში და მაგაზე ბიჭო ტიპებმა მედიაში დაიწყეს აი რითი გავაშავოთ და ანტისემიტი რეპერი ჩამოყავთ. მაგის გაშება ლიბერალურ პლატფორმაზე? ანუ პროსა ის ერთ გოს რომ რუსი რეპერი ჩამოყავთ. აი ეგ უნდა ეთქვა შავკანიანი ახლა თვითონ ხო ამბობ. რა, რუსი ვარ. არა, თვითონ ამბობდა პუტინი კაი კაცია ხო? ხო. ხო, ნუ ესე აბა სიტყვია თავენ დებილურ გამოძებაში. ხალხი თურმე მოდი აღარ წავალთო რა. იბან რუსი განიევეს და ჩამოდი. მე კიდევ ერთ დისპეჩერი გავუშვა, თუ შეიძლება გავუშვი დისპეჩერი. ლევან სამუშაო დისპეჩერის ვიზია, ყველა დისპეჩერს ჩემი სალამი, მაგრამ ეს ისე ვიხუბრე დისპეჩერი ლევან სამუშაო. შეუძლებელი. იმიტომ რომ რაღაც ძალიან ზოგადი და გლობალურმა თემებმა წაიღო პოლიტიკოსების დღის წესრიგი. ყოველთვის მე შემეძლია გითხრათ, მე და ჩემი პარტიის წევრები სულ ხალხთანა ვართ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში უფრო და ასეც გავაგზავნე და ჩვენი მოქალაქეების სატკივართან დაკავშირებით ყოველთვის ვიქნებით ხმამაღლებული დამცველები. ახლა თქვენ რაც შეეხება, რასაც საუბრობთ. რა შეიძლება იყოს იმაზე მეტი დღის წესრიგი, იმაზე მეტი ამ შემთხვევაში მთავარი საკითხი, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან. როდესაც ბავშვები მშივრები არიან. როდესაც ახალგაზრდობიდან იცლება საქართველო. გასაგებია. ამაზე მეტი ხალხის სირბილთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ საიდანაც გაიქცა ხალხი და რომელი ქვეყნების დაცარიელი და ეს არის პრიბალტიკის ქვეყნები. ბალტიისპირეთის სპეციალურად პრიბალტიკის ქვეყნები. სადაც რუსებმა საბჭოთა კავშირის დროს ააშენეს უმძლავრესი ინფრასტრუქტურა, უმძლავრესი პორტები და ნახევარი რუსები ცხოვრობდნენ იქ რა. დაეცა ქვეყნები, გაცარიელდა, გაუკაცრიელდა, ხო ხართ დამყოფი თქვენ? რა სიტყვით, ახალგაზრდები ქუჩაში არიან? ანუ არა ქუჩაში არიან ახლა ერთი. არა, მე გულისხმობ რომ არ იგრძნობა ეგ. ანუ ინფრასტრუქტურაზე ლაპარაკობ, განსაკუთრებით იგრძნობა ალბათ ლატვიაში და ლატვიაში. რომელიც უძლიერესი ქვეყანა იყო საბჭოთა კავშირში. ხო, რა თქვა უნდა ევროკავშირის ეგიდით გაიქცნენ მოდანი? ო, ბიჭო, გაქცევაზე ლაპარაკობენ, ახლა გადავამოწმე რა და მიგრაციული სალდო წელს იყო დადებითი. გასაგებია. ანუ ჩვენ მქონდა არა მინუსი არ ვეთ პლუს 17127 გადის რა ხალხი ადამიანში რომელიც უკან დაბრუნდა ბევრად მაღალი და ცხოვრების დონე კიდე ბევრად სხვანაირი და ადამიანი მიიქრა რა ვიცი მეგობრებო მე 2024-25 წელს ორივე ჯერ მქონდა მიგრაციული დადებითი სალდო რა ვიცი რაზე ლაპარაკობს ეს შემის სიგიჟეზე ეხა მეგობრებო ჩვენ ნელა ვასრულოთ მაგრამ დასასრულისთვის მინდა ერთი რამ გითხრათ რა რა პოზიციაში არის მსოფლიო. ომი საერთოდ გაუგებარია მიდის თუ არა ირანსა და იმას შორის, ამერიკას შორის. დაარტყა ამერიკამ თუ არ დაარტყა? მე მგონი ცივომად გახდა. ხო, ცივიომით. ამ შემთხვევაში ჩემი აზრით, როდესაც ესეთი შედეგი დადგა, ირანმა გაიმარჯვა. ხალხს გაიმარჯვა. ზესახელმწიფო ეუნებოდა რეჟიმ ჩეინჯით იმუქრებოდა მოუკლა. ყველა თითქმის და ახალი აღმოცენდა ხელმძღვანელი. რაც შეეხება მოსკოვს და რუსეთს. აი აქ უკვე საინტერესო პროგნოზია. 9 მაისს რუსეთმა დაიმუქრა, 9 მაისისთვის რუსეთმა დაიმუქრა, რომ თუ შეტევა გახორციელდა სიჩადის იქა. ხო. ეგ რა ვიცი გიჟე მგონია, მაგრამ თუ შეტევა გახორციელდა, ის აფრთხილებს
უცხოეთის საელჩოებს კიევში, რომ თავისი მოქალაქეები გაიყვნენ, რადგან გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს კიევის ცენტრს. ეს ცოტა ისეთი ამბავია. ხვალე არის 8 და ზეგარი 9, ხო? ნახოთ, ეგ მოუვა თავში რა მოუვა თავში ზელენსკის, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა იყოს მსოფლიო. ძალიან მნიშვნელოვანი არის ხვალდას ეგზე, რომ ლიბერალები ატეხენ ერთ ამბავს 9 მაისის აღნიშვნაზე, რომელიც აგრეთვე იტყვიან, რომ არის რუსული დღე და რუსული ნარატივის გაგრძელება და ჩვენ 9 მაისს არ შეიძლება გამარჯვების დღე აღნიშნოთ და მიულოცოთ ერთმანეთს ფაშიზმის დამარცხება. ეგ აუცილებელია და შობა და ფაშიზმი რაშია კიდე ისა თარიღობრივი სხვაობები არა კიდე არის თარიღობრივი არა მაგრამ არის პატრიარქის ისა რეგისტრისა პატრიარქის მარკირება აღდგომაზე როდის უნდა მოითხოვონ კურდღელი რომ დავამატოთ სიმბოლიკაში ჰელოვინის ოფიციალურ იმად გამოცხადება ალბათ ხო არა ამერიკაში ისტერ ბანი არის რა ეგ კი მაგრამ ჰელოვინი ხო უნდა გამოცხადდეს ოფიციალურ პრაზნიკად გელავინ მადლიერების დღე მადლიერების დღე შევიწყალოთ ინდაური წმინდა პატრიკის კი ბატონო წმინდა პატრიკი და მადლიერების დღე საქართველოს გიგა ბოკერიამ შეიწყალა ინდაური ქართველი ირლანდიელები რო აღნიშნავენ წმინდა პატრიკის დღე იმას ძალიან მაგარია ტეხასის თვალუწველ შტატში მორმონ ფედერალისტების ფურგონი როგორ არის იმაში რა პავოსკაში ინცესტის შედეგად ჩასახული ადამიანი ხოაზე ხარ ვინ არის ვაფშე ჩორტი ოზნაეთ ლიბერალია ამერიკელი სექტანტ კონსერვატორი აი მაგალითი აქვს გაწმული ფედერალისტებს დედამობრიოს ეხა მივხვდი ეხა ტეხასის თვალუწველ შტატში რომელიღაც პატარა სოფელთან ფურგონში ჩაისახება ინცესტის შედეგად და ასეთი არის დიდი მასა, გადავწყვეტი მასა. რედნეკი ხო, ხო, ოღონდ თუნდა ევანგელის ფუნდამენტალისტი რაღაც სექტარი არის რა და სადაც მოსულა რა ეგ და ხო და მე არ შეურაცხოს არ ვაკეთებ კაცო არც ევანგელისტებს არც მორმონებს არც რედნეკებს რედნეკებსაც არა მაგრამ ზოგადად ვიყენებ და არც ფედერალისტებს მოდი ხუხტი ყველას ქართველი ფედერალისტების გარდა ქართველი ფედერალისტების გარდა დაახლოებით რაღაც ეგეთი ამბავია რა კარგად გზარდებოდი აბა ურჩევა თანდა